გამარჯობათ მეგობრებო, დღეს 26 იანვარი არის. ესე იგი ერთ-ერთი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში ეს დღე არის ცნობილი იმით, რომ დღევანდელი დღე არის წმინდა ერმილეს და წმინდა სტრატონიკეს ხსენების დღე. 315 წელს მათი წამება მოხდა ბელგრადში. ბევრს რო უკვირს საიდანო ეს სახელი, საიდანო წმინდანის სახელია რო იცოდეთ და მინდა ყველა ქრისტიანს მიულოცო დღევანდელი დღესასწაული და უსურვო ისეთ სამყაროში ცხოვრება, რომელიც სამყაროც ქრისტიან ადამიანს, ჭეშმარიტ ქრისტიანს უნატრია და გილოცავთ ყველა ქრისტიანს დღევანდელ დღეს წმინდანების ხსენების დღეს. 315 წელს მოხდა ბელგრადში მათი წამება. ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ შემობრძანდეთ და წაიკითხოთ, ჩემს გვერდზე მაქვს დაწერილი. სამწუხაროა, რომ ძალიან დაბალი ქრისტიანული განათლება არის დღევანდელ საქართველოში და ძალიან ცოტამ თუ იცის ასეთი დიდი წმინდანის არსებობის შესახებ საერთოდ. ესეც ჩვენი საზოგადოების უბედურება არის. მოკლედ, დღეს ახლა მინდა ნამდვილად გამოვეხმაურო გუშინდელ იმ ვიდეოს, რომელი ვიდეოც დისკუსია, რომელიც შედგა ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისში, სადაც თემურ შაშიაშვილი იყო მისული. მე ამ ადამიანს ცოტა სხვა სახელს ვეძახი, მერილი კლიკაძე, ასე იხსენიებოდა 90-იანებში და აუცილებლად ვისაუბრებ მაგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც იქ საუბარი და დიალოგი შედგა, მაგრამ სანამდე ამ ყველაფერს დავიწყებდე, ამ საკითხებთან დაკავშირებით გავაკეთებდე ჩემ განცხადებას, ვისაც გაინტერესებთ დეტალურად რა არ გინახიათ, აი აქ არის ჩემს გვერდზე კომენტარებში არის და შეგიძლიათ შებრძანდეთ და ნახოთ ყბედის პუჩისტი ნაძირალის ტლიკინი ქართველთა დიდ გაერთიანების ოფისში და შესაბამისი პასუხებიც მიიღო და შესაბამისი გზით გაბრძანდა იქ და აი იმ დედრიონსაც, რომელიც იქ 1000 საზღვრობებს წერდა ჩვენს მიმართებაში, მათაც გავცემ პასუხს, მაგრამ სანამდე ამ ყველაფერზე გადავიდოდე, მანამდე მინდა ერთ ამბავს მოკლედ გამოვეხმაურო რა. ამ რამოდენიმე დღის წინ მე გავაკეთე ესეთი განცხადება, რომელიც ეხებოდა რუსეთში მოღვაწე ქართველ პოლიტიკოს მამუკა ფიფიას ინტერვიუს, რომელიც იყო სალავიო ლაივის ეთერში და სადაც მან თქვა, რომ ესე რა ქვია, ეს არაფერი არაბიზაცია არ არისო საქართველოშიო, ესო ხალხის შიშები არისო და ქვეყანა ინვესტიციებისთვისო ღია უნდა იყოსო და მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რამოდენიმეჯერ გადავახვიე. ნახე, მოусმინე. თქვა, კი, იმას ვერ დაუკარგავ, რომ თქვა ადამიანმა კაცრიო საიმიგრაციო პოლიტიკა ჭირდებაო, მაგრამ რა ვიცი ახლა. კაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ბევრ რაღაცას მოიცავს, ცელ რაღაცას მოიცავს და ახლა ინვესტორების ჩამოყვანას ბჭყალებში, ინვესტორების და დასახლებას საქართველოში ამათ საიმიგრაციო კანონმდებლობა არ ეხება ეს. ჩემი შეხედულებაა და თქვი პირდაპირ, რომ მე ამ ადამიანმა რა განცხადებაც გააკეთა, არ ვიცი რას გულისხმობდა, როგორ გულისხმობდა, მაგრამ ეს ჩემთვის როგორც ასეთი არის მიუღებელი. და ყველა ადამიანი არის ჩემთვის პირადად მიუღებელი, რომელი ადამიანიც გამოდის და არაბიზაციის საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ, ისე რომ წყალი არ გაუვა ამ ყველაფერს, რომ ქართული მიწა არ იყიდება, რომ საქართველოში ინვესტიციების სახით არანაირი არაბები არ უნდა დასახლდეს და არანაირი არაბული ქალაქები არ უნდა აშენდეს, გასაგებად შავი თეთრზე ვინც არ იტყვის, ჩემთვის ეს ადამიანი ნებისმიერი ცხონებული მამაჩემი რო გაცოცხლდეს, ის იქნება ჩემთვის მიუღებელი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, როგორც ქართველი კაცის, როგორც საქართველოს შვილის და როგორც ადამიანს, რომელსაც მიმაჩნია და თვლი, რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს და არ მინდა რომ გაქრეს და გაუბედურდეს.
არ აქვს მნიშვნელობა PPI იქნება, ბაგრატიონი იქნება, ნემსაძე იქნება თუ ვინ იქნება. არ ვიცი ახლა ამას რა იყო იქ ვინც ნახეთ ეს ყველაფერი, მე მგონი ჰაერზე მე რაღაცა მოლანდებები არ დამწყებია და ნურს ურავინ დამიწყებს ახლა იმის ლაპარაკს, მაგრამ შეიძლება ეს არ ვიცი რა ქვია. სამეცნიერო ხარისხი რუსულ ენაზე ვერ დავიცვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმდენი მესმის, რომ პუშკინი წავიკითხო, დოსტოევსკი წავიკითხო, ლერმონტოვი წავიკითხო, როგორც ლექსი, ასევე პროზა და ორიგინალში და გამოვიტანო რამენაირად წაკითხულიდან ანალიზი და დასკვნა და რამენაირად მამუკაფიფიას რუსულსაც გავიგებდი, მე მგონი და ვისაც გაინტერესებთ, კიდე შებრძანდით და ნახეთ ახლა თუ მე რამეს ვამბობ, თუ რამეს ვამატებ, რომ ამ კაცმა ღიად არ გააკეთა განცხადება. არ გააკეთა ღიად განცხადება, რომ არ შეიძლება საქართველოში არაბული ინვესტიციები, არ შეიძლება არაბული ქალაქების აშენებას ინვესტიციები დაარქვა და რომ საქართველოში ქართული მიწა არ უნდა იყიდებოდეს. ამ კონკრეტულ საკითხს მაქვს ალბათ. ხო და მე აქ კომენტარებში პატა აბულაძემ დაწერა კომენტარი, რომ აუცილებლად თუ გააკეთებს, რომ კაფეო განცხადებასო და პასუხიც გავეცი, ალბათ პატა ნახავ ალბათ ამ ვიდეო ლაივს, თუ ახლა ამ წუთში არ უყურებ. და გითხარი კიდეც, რომ ძალიან კარგი თუ გააკეთებს ამ განცხადებას, ისევე მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, იქნება კარგი თქვა. ჯერ ერთი გაუგებარი არაფერი არ იყო, მაგრამ დეტალურ განმარტებას თუ ვიღაცას ეჭვი გაუჩნდა, თუ ვიღაცას ფიქრი გაუჩნდა, მე მგონი იმსახურებს ეს საკითხი არის. ამის იქეთ მე არც გამოხმაურები ვარ ამ ყველაფერს და აღარც დავინტერესებული ვარ ამ თემით, იმიტომ რომ მე ჩემი შეხედულებები მაქვს, მე ჩემი ხედვა მაქვს ყველაფრის მიმართ და არ მინდა ახლა ვინა ჩემთვის მისაღები, ვინა ვისი პოლიტიკაა მისაღები, არ ვსაუბრობ მე ამ თემებზე და არ ვერევი, არ მაინტერესებს. ჩემთვის არის ქართული ოცნების ხელისუფლება, მისი ბატონ პატრონი ივანიშვილი, საქართველოს მუხრან ბატონი, ჩემთვის არის მიუღებელი. და კარგი ქოცი არის ჩემთვის, მკვდარი ქოცი, თუ გაინტერესებს. ისევე როგორც პირწავარდნილი მიშისტი, ნაცი, კარგი ნაცი არის მკვდარი ნაცი ჩემთვის. ხო, არაფერს სხვაობას მე ამ ხალხში ვერ უყურებ და ხალხი რომელიც გამოდის და იძახის, რომ ბიძინა და აუ მაგარი კაცია და დალოცოს ღმერთმა და აი ბიძინას ბრალი არაფერი არაა და ვინც ბიძინიზმშია პირდაპირ თუ ირიბად თუ ლატენტურად ეს ხალხიც არის ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ არ ნიშნავს ახლა ამას, რომ მე გამოვიდე და ყველას ვლანძღო და ვაგინო და ვაფურთხო და ვემასკნო და იმას აქ შეიძლება ზოგს მართლა წამს, რომ იქ მართლა კაი კაცია და ისე არ ხდება და აი თქვენი ფლანგი, მაგ რა ვიცი, მაგ მამუკა პიპიას პარტია და ესენი იმას ამბობთ, რომ ბიძინა კაი კაცია და ხელისუფლება უბრალოდ ვერაა ისე და ისე არასდროს არ გამოსულვარ და მე რატო ვამბობ ამას? არასდროს არ გამოსულვარ და მე თქვენ არ გამილანძღი ხართ რა. არ გამილანძღი ხართ, იმიტომ რომ თქვენი პოლიტიკური გზა არის, მით უმეტეს რუსეთთან მიმართებაში თუ ვინმე რაიმე ოდნავ სასიკეთოდ რაღაცას გააკეთებს მისი ქვეყნისთვის, ხა არ მიმაჩნია სწორად მე ვლანძღო და იმას კონდა ამას კონდა. მით უმეტეს მაგ თქვენი პარტია და მოძრაობა ყოფილი ქართული ოცნების წევრებითაა დაკომპლექტებული, ხო? რომლებიც ღარიბაშვილის ფლანგიდან განსაკუთრებით გადმოვიდნენ მაქეთ. როდესმე მე პატა გამოსულ ვარ და როდესმე თქვენთვის ლანძღვა რაღაც შეურაცხყოფა მსგავსი მითქვია? როდესაც გამოდიხარ ძმაო და გადაცემაში ამბობ, რომ ერმილევო ასეო განცხადებოდა, არ მაინტერესებს, არც ბექავარდოს აენზე, არც არავინ არ მაინტერესებს, სულ ფეხებზე მკიდია ყველა, კარგად შენობა ყველა ფეხებზე მკიდია მაგენ და კარგად ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს. და კარგად იცი, რომ მე შენ ოჯახს დიდ პატივს ვცემ და განსაკუთრებით შენ მეუღლეს, თამუნას. ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან ღირსეული ადამიანი არის. და რომ ამბობ იმას, რომ ჩემიო ტელეფონის ნომერიო არ ქონდაო, ვერ დამირეკაო და მე გავარკვევდი. რატო უნდა დაგირეკო მე შენ? ან მე რატო უნდა დაურეკო ვინმე სხვას? ჯერ ერთი აქედან დავიწყოთ. კაცი პოლიტიკოსია, რო გითხო და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას, რომელიც ქვეყნისთვის ეგზისტენციალური პრობლემაა. რა განცხადებასაც აკეთებს ნებისმიერ ადამიანს აქვს გააკეთოს ამ განცხადებიდან გამომდინარე თავისი აზრი გამოხატოს. რა არის ამაში დანაშაული და დამაქცევარი და ან რატომ აქ რავალდებულება მაქვს მე რომ შენთან დავრეკო და გარკვევები დავიწყო, მე ვერ ხვდები.
ნომერი კი მაქვს, შენი ნომერიც მაქვს და სხვებისიც და ბევრის და კონტაქტი მე არავისთან პრობლემა არ მაქვს. არც მაგაცთან არ მაქვს პრობლემა, მაგრამ არ მიმაჩნია რომ უნდა ურეკო და ვკითხო პირადად. ხო და დამირეკაო და ესე არ დაერეკაო და ასე შემდეგ. არავისთან მე ფარულ ურთიერთობებს არ ვაპირებ. სამშობლო არის, ღია არის, ყველა ხო პატრიოტები ხართ, რო კითხოთ და ამოიღეთ ყველა ხმა და ყველა მე ვიცი შენი პოზიცია, რომ შენი პოზიცია არის, რომ მიწის გამყიდველი სამშობლოს მოღალატეა, ხო? წესი და რიგით ეს უნდა გაერთიანებდეს ყველას, ახლა ვინც პატრიოტულად უყურებთ ამ ყველაფერს. ხო და რატო უნდა დამერეკა? იმიტომ უნდა დამერეკა, რომ ფიფია თქვენი პარტიის ლიდერია და რაღაცა. მაგას მე არასდროს არ გავაკეთებ, არასდროს არ გამიკეთებია და არავის არ შეუთანხმებ. და მე და მეორე რა მინდა, იცი, მინდა პირდაპირ გითხრა. ჩემო ძმაო, შენს გქონდა ჩემი ნომერი, მაშინ როდესაც შენ ქართული ოცნების ლიდერებთან აქტიური მხარდამჭერი იყავი და გვერდჩიედეგი ამ ბოლო მომენტებამდე და კარგად იცი რომ შენმა მთავრობამ რომელიც შენ მოგწონდა და რომელსაც შენ მხარს უჭერდი და ბიძინა და ხელგადახვეული რო იყავი ხან ღარიბაშვილზე ხან იმაზე რა ქვია ჩიჩილაკაზე და ასე შემდეგ ხან გომელაურზე და შენ ჭირიმე შენ გენაცვალე გქონდა მაგათმა მე და ჩემ ოჯახს ცხოვრება გაუმწარეს ძმა გამიქციეს ეს ცალკე თავისი ოჯახის ცალკე ამბავი მე რას მერჩოდნენ აი გეკითხები შენ გეკითხები და თუ კიდე გექნება სურვილი ღიად თქვი ეს მე რას მერჩოდნენ იმას რომ დავით გარეჯი საქართველოს იყო ამის გამო რომ 8 წლიან მუხს მიგზრავდნენ ხო კარგად იცი რომ ეს ასე იყო ისიც ხო კარგად იცი შენ რომ დიდგორობა დღეს რომ ტყილა უბრალოდ დამიჭირეს ჩემ ბიჭებთან ერთად და ჯგუფური ძალადობის მუხლით პოლიციაზე გატარებას მიპირებდნენ საქმის და 14 ბიჭის დაჭერას ჩემთან ერთად შენს გქონდა მაშინ ჩემი ნომერი და შენს შეგეძლო დაგერეკა რამე ხო არ გიჭირსო ასეო რატო გექცევიან მაგრამ არ დაგირეკია მე როცა ადამიანი რომელთანაც არ ქონდა აი მეგობრული თბილი ტკბილი ურთიერთობა ახლო ურთიერთობა ქონდა ერთმანეთთან არც შენ დაგირეკია და არც სხვას დაურეკია ხო ეს უბრალოდ იმიტომ რომ ეს იმიტომ რომ თურმე მე უნდა ვერ ყვიო იმაში თქვენი ლიდერი რა სიტყვის და როგორ და უნდა დავინტერესდე მადლობა არ მჭირდება მე დეტალური ინფორმაციის მოპოვება მაგ ჩემი აზროვნება მაგ ჩემი ანალიზი და რაღაცა პოლიტიკური გამოცდილება და თუ განცხადებას გავაკეთებ ღია განცხადებას გავაკეთებ და ფარულად არავისთან არაფერზე არ ვიგდებ და საერთოდ ჩემი საქმე არა ჩემი საქმე თქვენი პარტიის ლიდერის განცხადება ვინმეს მოგეწონება თუ არ მოგეწონება საერთოდ არ მაინტერესებს რა მე ჩემი პოზიცია ჩემ სამშობლოს ეხება ეს ჩემი პირადი საქმე არა ხო და ერთი რაღაცა კი მართლა მინდა აი ადამიანურად გითხრა რა მაგ თქვენი ლიდერი რო გამოდის და მე 150,000 ხმა მოუგროვეო ბიძინა ივანიშვილსო და ქართულ ოცნებასო და ასეო და ბიზნესნაირი კაცი სადაო და ესაო რატომ უნდა მქონდეს მე რწმენა რომ მაგი ბიზნესზე უკეთესი კაცი იქნება ბიზნა ადამიანს მოწონდეს და ბიზნეს მაქებარი იყოს და უკეთესი საქართველოს და უკეთესი ურთიერთობების ის რა ქვია რატომ უნდა იყოს მაგრამ არ შეგხებივართ მე თქვენ და საერთოდ მაგ ფლანგზე არ ვიცი რატო იცით ესეთი რაღაცა რომ ეს თქვენ იქნებით თუ სხვები იქნებიან ვიღაცა რომ რაღაცაში გახსენებთ რატომღაც ასე გგონიათ რომ პირადი გარჩევების საქმე არის ეს არ არის ეს პირადი გარჩევების საქმე პოლიტიკაა და სამშობლო ხო და რას გეტყვი იცი აი მაგ ფლანგზე ვინც ახართ ვინც აი ეროვნულ კონსერვატიულ საკითხებთან დაკავშირებით აი რუსეთთან ურთიერთობებზე რო არის ლაპარაკი მე გეკითხები შენ და მაგ თქვენ პარტიას ვეკითხები და ერთ ელემენტარულ კითხვას გისვამთ როგორც ყველგან ჭამენ ქართველები ერთმანეთს მაგას რატო ჭამთ ერთმანეთს სამშობლოსთვის უაკეთებთ ამ ყველაფერს გადახვალიქეთ ჯერ მურგოშიას გაკეთებული საქმეების უნახია კაცო ეს ლამის ქართულ რუსული ურთიერთობის გადამრჩენელად რომ მოკონდა თავიდან უკაია იდგა ხო რო გეკითხა ისინი მაგას ლანძღავენ მაგი იმას ლანძღავს იქ ვიღაცამ ჟავანაძეს ლანძღავს მაგი ჟავანაძეს ლანძღავს არასდროს არ გავრეული ვარ მე ამ თქვენ ინტრიგებში პოლიტიკურ ინტრიგებში
მაგრამ როდესაც საქმე დგება, რომ რუსეთთან რაღაცა დალაგება უნდა და საქართველოსთვის უნდა ვინმეს დალაგება, ეგ ჩემი შეხედულება არის, რომ ერთმანეთის ჭამაკი არ უნდა იყოს მაგ მიმართულებაზე, განსაკუთრებით ერთმუშტად უნდა იყოს ყველა შეკრული, ერთმანეთის ხელს უნდა უწყობდეს, რომ რამენერად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს, რუსეთთან ეს გაფუჭებული ურთიერთობების დალაგება მოხდეს და უკეთესად მეტი და მეტი სიკეთე მოუტანოთ თქვენ სამშობლოს. თქვენი ნამოღვაწე თუ თქვენი იდეა ფიქსი არის, რა თქმა უნდა, სამშობლო და სამშობლოს ჩვენი სამშობლოს სიკეთე მიბმული არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, როგორ იქნება ჩვენ თუ ვერ დაულაგდით მაგდით ქვეყანასთან, 20-30 წელიწადი მე საქართველოს საერთოდ შეიძლება აღარ დარჩეს. ამდენმა უაზროობებმა, ამდენმა კრიზისებმა და დაძაბულობამ ქართველიერი გაანადგურა, თუ არა რუსეთს 150 მილიონი არაფერი არ მოუვა. მაგრამ მაგაც იგივე ინტრიგნობა, მაგაც იგივე ერთმანეთის ჭამა, იგივე ერთმანეთის შეურაცხყოფა არის, როგორც იყო აქ. ის მე იმასთან საქმე არ მაქვს, მე ამასთან საქმე არ მაქვს, იგი ამას ლანძღავს, იგი იმას ერთი ვახხალნალიაა ყველგან ერთი ხელწერა. ხო და იქნება ერთმანეთში დალაგდეთ. და იმის მაგივრად რომ ცალცალკე ხართ გამკეთებელი ვინმე რამე საქმის? არ მჯერა მე პირდაპირ გეტყვი. არ მჯერა რომ ვინმეს აი ესეთ კატეგორია ადამიანებს ზოგადად შეუძლიათ რაიმე იმის დალაგება, თუმცა ეს ჩემი დამოკიდებულებაა. მით უმეტეს ქართველების ბუნება რო ვიცი, პოლიტიკურ საკითხებში მით უმეტეს. სავსე იყო 90-იან წლებში. მთელი რუსეთის ელიტა ქართული ინტელიგენციით თუ ქართველი, რა ქვია, ბიზნესმენებით თუ იმით თუ ამით, რომლებიც კრემლს წიხლით აღებდნენ კარებს და ელცინთან იყვნენ ჩახუტებულები. ელემენტარული მაშინ ვერ შეძლეს ერთად დადგომა ეს აფხაზეთის მიმართულებაზე რაღაცა სიკეთე გაეკეთებიათ ქვეყნისთვის. დღეს ვინმე რამის გამკეთებელი? მაგრამ აი ეს ჩემი დამოკიდებულებაა კაცო. მაშინაცაც ერთმანეთის ჭამა იყო სამშობლო არავის არ ახსოვდა. მოვეთ აქამდე. და ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაგრამ მაინც ვინცაა მაგზაზე მე იმ ხალხს არავის არ ვლანძღავ და არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ თუ რაღაცა იქნება ისეთი რაღაცა გაკეთებული, რომელიც ჩვენ ქვეყანას რაიმე სიკეთეს მოუტანს, ჩემი აზრი ამნაირი ერთობით უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის შემოbrunება და თუ ვინმე კიდე ისეთ განცხადებას გააკეთებს, მოსკოვში იქნება, თბილისში, ვაშინგტონში, რომში თუ მადრიდში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ნორმალური ქართველი ამ ყველაფერს შეხედავს. ხო და არ არის რა ეგრე რა, ჩემო ძმაო. ჩვენ ბევრი გამოცდილება გვაქვს ურთიერთობების და გამოცდილება გვაქვს მაგ ყველაფრის, რაც მაგ ხდებოდა და როგორ ხდებოდა და კარგად იცით ჩემს მიმართებაში და ჩემი ოჯახის მიმართებაში როგორ მოიქცა მაგ სისტემა და მაშინ არავის არ მოგიღიათ ხმა. პირდაპირ გეუბნები ამას. არავის არ ნომერიც იცოდით, მისამართიც იცოდით და ყველაფერი იცოდით. და იმასაც გეტყვით, მამა გარდამეცვალა და არ მოგიკითხივართ არავის. Facebook-ს არ გაცილებია ისა, რა ქვია, მიკითხვა მოკითხვა. ხო და რეიზულებული გავხდი და წამოვედი სამშობლოდან და არც მე მოგიკლიათ არავის მოგითხვით თავი. ხო და ეხლა შეიძლება მაცალეთ რა, რასაც ვიტყვი, იმას ვიტყვი, რასაც ვთვლი საჭირო და რაც სწორად მიმაჩნია და ყველა მის სიტყვებზე აგოს პასუხი სამშობლოსთვის რა იქნება უკეთესი. და მე მიფურთხებია მე ყველა იმ ქართველისთვის, რომელი ქართველსაც არაბული ქალაქების აშენება საქართველოში და ქართული მიწა, კიდე ერთხელ ვიტყვი, რომელიც არავის არ ეკუთვნის ეს. ეს არის ქართველი ერის საკუთრება, რომელიც არ იყიდება. აი ეს ამის გაყიდვა ინვესტიციად მიაჩნია და იმათ ჩამოსახლება რა მნიშვნელობაა, კი? ღვიძლი ძმა რო იყოს, მამა რო იყოს, ჩემი და ეს იმას არ გაუტარებთ. ეხლა თუ ვინმეს ეწყინას, აი დარდი რა, ნორმალური პოზიცია დააფიქსიროს და არ იქნება ან განმარტება გააკეთოს. არასდროს არ დაკავშირებივართ მე თქვენ და არასდროს მომთხოვია არც გვერდში დგომა და არც ის და არც ის. კარგად იცით. არც არავის პოლიტიკური და არც ისე ვალი მაქვს, ფინანსური ვალი არ მაქვს კიდე ცხოვრებაში. არავისთან დარეკვას კიდე არ ვაპირებ რა. თუ გაქვთ სურვილი, აგერ აღიათ ისაუბრეთ. ამიტომ არ ვიცი, თუ გინდა გეწყინოს, არ უნდა გეთქვა მაგი შენ ჩემზე, რომ დაერეკა ჩემთვის და გავარკვევდიო. რა ვიცი. სხვამ დაგირეკოს ვისაც დაურეკი. ეხლა რაც შეეხება აი ამ საკითხს, რომელი საკითხიც შაშიაშვილის გუშინდელ ვიზიტთან დაკავშირებით ხდებოდა ქართულთა დიდი გაერთიანების ოფისში. ჯო. მეც ვეუბნებოდი
რომ ვინა საერთოდ შაშიაშვილი რომ მაგასთან ლაპარაკისთვის და საერთოდ რამისთვის თავი გაიცვალოს ადამიანმა. მაგრამ შემოგთავაზაო დებატებიო მინდაო რომ უნდა ვისაუბროო და ისაუბრეს შედგა დებატები და რაც მიიღო შაშიაშვილმა მიიღო კიდე რბილ ფორმებში მიიღო მე თუ მკითხავს. ხო ძალიან რბილ ფორმებში მიიღო. და შაშიაშვილი ვინც იყო გინდა უფროს თაობას კითხეთ და გინდა ჩემ თაობას კითხეთ 90-იან წლებში. ვინ იყო ეს ნაძირალა და ვინ არის დღეს? ეს იყო ერთი ჩვეულებრივი მედროვე, რომელი მედროვეც კომუნისტების დროს იყო კომუნისტი, ზვიადის დროს იყო ზვიადის მხარეს, შევარდნაძის დროს იყო შევარდნაძის მხარეს და მე სააკაშვილთან ვერ მოძოვეს ერთად და არის ახლა ვითომ ოპოზიცია. ეს ადამიანი არის არც ამათმა მიიკერეს და არის ახლა ასე და მეცნიერები შეუკრიბეო და არაფერს არ ვერჩი კაცური მეცნიერებს და იმას, მაგრამ ყველას თქვენი ბიოგრაფია ხომ მოყვებათ. ყველას თქვენი ბიოგრაფია ხომ მოყვებათ. ხო და წარსულში რას აგაქვთ გაკეთებული იმის რატო გცხვენიათ? შაშიაშვილო, შენ ვიცი რომ ეს შენი მდედრიონიც ნახავს ამ იმას, ვენებს რო იჭო ბატონო თემურ დატოვეთ იქაო. შენ ხარ ნაძირალა. შენ ხარ ვირთხა არა კაცი არა ადამიანი. შენთან ადამიანს ლაპარაკი არ უნდა იკადროს საერთოდ. ვინ ჯანდაბა ხარ შვილო, საიდან მოხვედი? წადი პენსიაში ხარ. ერთხელ მითხრა შემომითვალა, შენ მახლა წავიდეს, მე ვთქვარი პენსიაში გავიდეს და თუ ეს ზამდა მემუარები წეროს მისი მაღალი ინტელექტის დონით რო ლაპარაკობს თქვა. მე და მეორე იმ მეცნიერებსაც რა უთხარი მე ვინც არიან შენ გვერდში ნაძირალას გვერდში რა ნაძირალას გვერდში შენ კაი სახელი გექნება რამდენმა ინტელიგენტმა და ინტელიგენციის წარმომადგენელმა ქართველი ერის მომავალი დაღუპა იმდენი გახარება მე სამწუხაროდ მასე არ იყოს ლედა ვის გვერდით ახარ საერთოდ ვინ იყო შაშიაშვილი ვინ იყო მე გეტყვით ვინ იყო შაშიაშვილი კომუნისტები რო იყო თუ არ იცით რო იგრეოდა საბჭოთა კავშირი ასე ყვიროდა და წიოდა და კიოდა სამი კომუნისტი რო დარჩესო ერთიო მე ვიქნებიო ხო კომუნისტად არ ვიცი მაგრამ სამში ერთი კი დარჩი ესე პოლიტიკურ ფიგურად ბატონო თემურ მერე ვითომ ეროვნული მოძრაობის იმასო აღდგენასო დამოუკიდებლობასო ხელი მოვაწერეო რას მოაწერე ხელი რასაც მოაწერე ხელი იმას რო ტყვიას ესროდა და იმათ მხარეზე იდექი აღარ ჩავალ მაგ დეტალებში შენ და შევარდნაძე და მხედრიონი და მთელი თქვენი ჯანდაბა რასაც აკეთებდა ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ ჯერ სანამ გადატრიალება იქნებოდა მანამდე რას აკეთებდა მანამდე როგორ ექცეოდა ეროვნულ ხალხს ქუთაისში იყო იქ ბატონი გია ბახტაძე ჩემი მეგობარია უძვირფასესი ადამიანი და უმციკლო რეპუტაციის ადამიანი რომელმაც პირდაპირ გადაუარა და დაუზახა იმაზე მეტი მე რა უნდა გითხრა შენ რა ნაძირალაც ახარ იმაზე მეტი არ არსებობს რომ თურმე ყველაფერი ტყუილი ყოფილა თურმე შენ არ დაძლებდი ხალხს მაშინ ჯერ კიდე ნამოხვანის მშენებლობაზე თურმე შენ არ არბევდი ეროვნული მოძრაობის იმას თურმე შენ არ დაგიჭერია გიაბახტაძის ისა რა ქვია ფეხმძიმე მეუღლე იმას 8 აპრილს სანამ 9 აპრილი დადგებოდა შენ არა შენ თეთრი ისეთი უმციკლო ადამიანი იყავ და გაბრალებენ ეს ყველაფერს ეროვნული მთავრობა როდესაც ჯერ იმ დროს რა გააკეთე ეს ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. როდესაც ოპერაცია ტარდებოდა, რომ ეს პუჩისტები აეყვანათ, ეს პუჩისტი ნაძირლები აეყვანათ, იქ რო იყვნენ სასტუმროში გამაგრებულები. უნდა ეს დიდაგიგმილი ოპერაცია იყო, რომ ექიმების სახით უნდა შესულიყვნენ და უნდა აეყვანათ ეს ყველა იმას, რა ქვია, კანონიერ ხელისუფლებას. აი ამ ქვეწარმავალმა გასცა ეს ოპერაციის დეტალები. კიტოვანი და ესენი რა ქვია სიგუა და ჭანტურია და ესენი დაიცვა იოსელიანი და ესენი yəni მაგათი მოსმული იყო და დასმული იყო იქ და რას აკეთებდა რიდა ამახსოვრა თავი რიდა ამახსოვრა მის მომმართველობამ ქუთაის
მისმა მმართველობამ შემდეგი რამე დაამახსოვრა თავი. 90-იანების სიბნელეში, როდესაც ბნელოდა და ხალხს სიბნელეში, სიცივეში არსებობის საშუალება რომ წართმეული ქონდა, პარასკევ დღეს ქუთაისში გადიოდა ასეთი გადაცემა გისმენთ ქალაქის მერი. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოდიოდა დენი აი ამის რუტუსთვის რო ესმინა ხალხს და მაშინ მიდიოდა დენი როგორც კი დაამთავრდა წამს არ აცილებდნენ. თუ ვინმეს რამე ქონდა გასაკეთებელია, ან საჭმელი, ან გასარეცხი, ან რაღაცა, პარასკევდილას ელოდებოდნენ, რომ ამის ბლუკუნი იქნებოდა. რომ ამის ბლუკუნის გამო დენი მოდიოდა. სხვა დღეებში არ შეეძლო ბატონ თემურს დენი გამოეშვა მოსახლეობისთვის. და მაშინაც ყავდა ესეთი გამპრავებელი ქალები. ერთმანეთის ლანძღვას ღმერთმა დამიფაროს, ერთმანეთი მაგასთან გავიგივდე. თუ ჩემი ძმა ხარ, სახელი რო არ ქვია, სუყველას თავისი, იმიტოა ყველაფერი კარგად, დამდგარი, ბოზბოზი არ ქვია ამ ქვეყანაში და მოღალატე და ჩატლახი არ ქვია და იმას გმირი არ ქვია და პანთეონში არის მთელი პუჩისტები და ისინი დასაფლავებელი და დამანებე თავი თუ ჩემი ძმა ხარ რა. მე პატიოსან ადამიანებს ჩვენ პატიოს და დანარჩენ ბოზს ყველას თავის სახელს ვარ კონდა. თუ ვინმეს გული წყდება, ხო? ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი პრობლემა. მე არ ყოფილვარ ჩემო ძმაო არც გუბერნატორი და არც მერი და არც ერთი ლუკმა არ მომიპარია ჩემი იმისთვის ჩემი ხალხისთვის ერთი და მაგან 80 ქარხანა იყო ქუთაისში დაშალა ნაწილ და ყველაფერი გაუშვა და იმასკდა გამომიდის დიდი ეროვნული და ქვეყნის გადამრჩენელი ადამიანი ეს მართლა შევარდნაძის ლეკვი მე მადარეთ ბიჭო ტელეფონში ვზივარ და ვლაპარაკო ბები მისის წაბლატრაკმა იმასავით მაგასავით ის ვიყავი რა ქვია სახელმწიფო სამსახურში ვიყავი და იმაშვებოდი მერე გაჭირვებულ ხალხს ბიჭო აი გაჭირვებულ ადამიანებს რომელი გაჭირვებული ადამიანებიც აი ბებიის ტოლა ქალები დედის ტოლა ქალები მეტი რო არაფერი რო არ ქონდა დარჩენილი და მზესუმზირას ყიდიდნენ უბრალოდ რომ მზესუმზირის გაყიდვით ჯერისედაც რიგში და ტალონებზე და შავად და იმით არსებო საშუალება ქონდა ხალხს წართმეული აი ამ ჩათალახის ბრძანებით აი ამ ჩათალახის დავალებით თელი ქუთაისის რეჟიმის ძაღლები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმათი დედამ უთყანს ყველასი ფორმიან შეაზიზღებდნენ ადამიანს და მიტო იყო რომ ბევრს ეზიზღებოდა პოლიციელი ქუთაისში დედის ტოლა და ბებიის ტოლა ქალებს დასდევდნენ სემიჩკას ართმევდნენ და ზოგს წიხლს მიუკრავდნენ და უყრიდნენ იქ და ეს იყო წესრიგის უშუალოდ დიდი წესრიგის თემურხანის დავალება პირდაპირ და მაშინ 90-იანებში ამდენი ის დადიოდა ის მამლუქი ვინ იყო რომელი მამლუქიც მივარდა და აღგვა პირისაგან მიწისა მზესუმზირის მაფია ქუთაისში თემურხანი ნაგავი ეს რომ გამოვაყმას იღებს საერთოდ ეს ზნეობაზე და ზრდილობაზე გელაპარაკება შეჭამა გაძარცვა ყველაფერი ეს რაღაცა ის პირამიდა აშენდა ეს ოქროს საწმისიო თუ რაღაცა უბედურება რომ პირამიდები ხდებოდა ქუთაისში ისედაც გაკოტრდებოდა ეგ იმას რა იმას წილები მოთხოვა პირდაპირ წილები მოთხოვა რო წილებიო მეო ძმაო დროზეო აკეთო და დროზე ადრე გააკოტრა ისიც რაც ქონდა ხალხს შეტანილი ისიც კი არ ამოაღებია უკან თელი ოქროსაწმისის ხალხის გაკოტრება და იმას ამის კისერზეა რამდენმა ადამიანმა ინფარქტი მიიღო რამდენი ადამიანი გადაყვა დარდის საფლავში გაღლეტილ ხალხს კიდე ფული წაართვეს არანაირ ქართველთა გაერთიანებაში არ ბრძანდება მოსული იყო დისკუსიისთვის როგორ არ მახსოვს ლაშა ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს
მოვიდა დისკუსიისთვის და იქ კიდე რბილ ფორმებში გასცეს პასუხი და ვაიმე სადა ვარ და რომელ საუკუნეში ვარ და ბატონ თემურს როგორ მიაყენეთ შეურო სირცხველი არა გაქვს შეუპატრონო შენ თუ გონია ხალხს დაავიწყდა ვინა თემურ შაშიაშვილი ენა მოტოლიკინე ყბედი თუ გონია რომ ამას დაგივიწყებს ხალხი შენ მედროვე თაღლითო შენ აღარაფერს ვამბობ იქ ხდებოდა კიდე კარგად ახსოვს ქუთაისის შაშიაშვილის მმართველობა და მის ბაქიბუქი გამიცდი ქალბატონ ლეილა იმიტომ რომ ამ ნაძირლებმა ჯერ იყო კომუნისტების დროს ჭამის ექვეყანა მე რა შევარ ნაძის დროს შეჭამეს ქვეყანა და ახლა კიდე მოვალ და კიდე უნდა შევჭამოთო და მე ვარო ეროვნულიო შენ შემოგივლე ერთი მე არ გიცნობ შენ ვინ ახარ და მე შენ საქმეს არ გასწავლი შენ ყოველ დღე რა უნდა აკეთო და არჩენაგად შენ შემოგივლე უფლება იმისი მე რა ვაკეთო რა ხო და დღეს თუ ვინმე არა გასალანძღი ვინც პოლიტიკაში არის ხო მაშინ დაადები თითი ვინა პატიოსანი და წესიერი და მე ფაქტით ისე კი არა შენ რომ მოგწონს მე რას გავაკეთებ მაგი ჩემი ცხოვრება არის და ჩემი მიმართულება არის ცხოვრებისეული და არ მინდა რა დიდი მადლობა ჭკუის სწავლებისთვის მაგრამ არ მინდა და ასე რო არ ელაპარაკებიან ასე რო არ ელაპარაკებიან ზუსტად ასეთ ბიონაგავ ადამიანებს და მიტუ არის მე ის მართლა ოჩოპინტრე მომჯდარი ეგერე და მონებათ აყავს მთელიერი გადაქცეული მიტუ არის ის ნაძირალა სააკიანი იქეთქეთ მიტუ არის ის ბოკერია ხელშეუხებელი ყველა ჩათალახები და ეს პირფერობა და აფირისტობა εν არ გახსოვთ ჩემო ძმაო შეიძლება იცი რა მარაზმი იყო გაშიმშილებულ გაძვალტყავებულ ჩაბნელებულ ქალაქში დღეს რო კომენტარებს რო წერე ურეკავდნენ მაშინაც ხალ ბატონო თემურ ღმერთმა დაგლოცოს თქვენი გვიდგა სული თქვენი ოჯახით და ლოცვილი ყოფილიყო დღეს უბრალოდ ტელეფონი აღარა ფეისბუკი არის და ხალხს უსმენდა თუ რა კმაყოფილიყავდა ხალხი ავანებეთ რა თავი თუ ჩემი ძმა ხარ რა თქვენთვის ზოგიერთისთვის გართობაა ყველაფერი და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ცხოვრებაა და ბიოგრაფია და მე ამ სიმართლის გამო ჩემ ქვეყანაში არ ჩამესულელება და აქეთ მასწავლიან ჭუას კიდე ეს არ თქვა ის არ თქვა რატო არ დამირეკე რატო ამასკენი იმასკენი აქ მიხედეთ ყველა თქვენ საქმეს კაცო არავინ არაფერს არ გთხოვთ სამშობლოს როცა ეხება საქმე მაშინ ნუ გამომივა ვინმე და ნუ დამიწყებს ხელის დაფარებას რა მე არაფერი დამიშავებია ჩემი ქვეყნისთვის არავისთვის არაფერი მომიპარია და ლანძღვაგინებაში ვყავარ ნაციან ქოციან ამიან იმიან ყველას და ამ დედამოტყუიშვილმა შეჭამეს ქვეყანა და მე აღარც თქვა ჩმორი უნდა ვიყო ყველაფერთან ერთად ხოდა კიდე ერთხელ ვამბობ რა გარკვევით და გასაგებად ყველასთვის აი ქართველთა გაერთიანების წევრი ის არ არის იყო მოსული დისკუსიისთვის წავიდა ისე როგორც წავიდა კიდე მეტის დილობიან ფარგლებში წავიდა და სანამ სიმართლე არ ითქმება ამ ქვეყანაში და სანამდე უსამართლობა იქნება გაბატონებული მანამდე ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება არასდროს ჩვენ თაობა უფროსმა თაობამ ჩვენ თაობა დაღუპა ჩვენმა თაობამაც თუ მომავალი თაობა დაღუპა აფირისტობაში ჰიჰიჰაჰაში ღმერთმა დაგლოცოს ბიზნესში და ამაში უკვე ვეღარაფერი ვეღარ უშველის ამ ქვეყანას და ყველამ პასუხი აგეთ თქვენ გავლილზე როგორ არ მახსოვს შემოძმაო ქუთაისი პარიზი ქუთაისი თქვენ დაგულაობდა გებრიელად ლუდის ქარხანა ქონდა ერთი დვალიშვილი იყო ვინც აქ ქუთაისლებიან იცი და რომ დაიწყო იმის რა ქვია მეო იმასო მეო ავტოქარხანას ვანგრევ კი რა ავტოქარხანა ჯიპებს გამოუშვებსო ხალხო ჯიპებსო ამან უთხრა გარდაცვლილია ის კაცის
როგორც ბიბიაჩემი ვერ გააკეთებსო ბიჭებსო, ისეო ავტოქარხანა ვერ გამოუშვებსო ჯიპებსო და 2-3 რაცა მანქანის დაშლილი ნაწილები ჩამოიტანეს, ააწყვეს და შევარდანზე ყავდა ჩამოყვანილი იმაში ავტოქარხანაში ანაია ნაცვლიშვილი რო იყო ის ძუკნა ლელოში რო იყო პოლიტიკოსი, იმის მამა ყავდა იმათ დანიშნული, რა ქვია, თავარ მძარცველად ავტოქარხნის. ხო და ეს თაღლითები, მძარცველები, ესენი შევარდანძის თამადობით მივიდნენ და პოლიცს დაუჭირეს იმაში ქუთაისის ავტოქარხანაში და დაქოქეს მანქანა და აიო თუ ჯიპებს არ უშვებსო ქუთაისის ქარხანა. იმარო ჯიპები და იმარო ქარხანამ რამე გამოუშვა მის მერე ისე გამოეშვა თქვენ პარტიას და თქვენ თანამომხრეებს და თქვენ თანამოაზრეებს მხარდამჭერები. თვითონ დადიოდა ხო, ჩამოიტანა ქანში დაუჭირა და დადიოდა და იპიარებდა. ხო და ახლა მისი თავისთვის კი მუშაობდა ის ქარხანაც და მისი თავისთვის კი იყო ყველაფერი, მაგრამ ხალხისთვის რა? ვინა ინტელიგენტი? აქ რაშია ხალხო იცით საქმე? ეს ქვეყანა ყველამ გაძარცვა, ყველამ შეჭამა, პასუხი არავის არ უგია და რაღაცა, მაგრამ ბიჭო, ადამიანს ელემენტარულ კითხვას დავსვამ რა. ასაკი რო გემატება და ცხოვრებისეული გამოცდილება გემატება და ხა ყველამ ვიცით რო გადაცდები 60-ს და ნელ-ნელა ადამიანის ცხოვრება საერთოდ მუდმივი ადამიანი ვერ იქნება, ხო? ბიჭო, ხომ უნდა გქონდეს რაღაცაზე წარსულზე ხომ უნდა დაფიქრდე. და როდესაც შენ თვითონ კარგად იცი, რომ შენ ნამოქმედარს რამდენი ადამიანის გაღარიბება, გაუბედურება, გამწარება, რამდენი შენ კაცრო შენი თავი ყავს მსაჯული, იმას დიდი მსაჯული არავინ არ მოგონილა დედამიწის ზურგზე. შენ ხო იცი ეს ყველაფერი. და რო გადის და რაღაცნაირად, ბიჭო, სინდისი არ უნდა ქეჯნიდეს. და მინიმუმ ის არ შეიძლება აღიარო ადამიანმა, დიახ, რაც მოხდა იყო ცუდი. დიახ, მეც მონაწილეობდი ამ ყველაფერში. მეც მაქვს დანაშაული ჩემი ერის მიმართ ჩადენილი. გაცნობიერებლად, გაუცნობიერებლად. მეც ვარ ამ ყველაფრის თანამონაწილე. ვერ შევძელი, ვერ მივხვდი, მაშინ თქვი, აღიარე. ხო შეიძლება ადამიანმა აღიარო. ეგერ ნოდარ ნათაძემ გამოვიდა და 90 წლის ასაკში პირდაპირ აღიარა, რომ დანაშაული ჩავიდინეო, როდესაც მიწამეჭამა და ზვიადისთვის არ მეღალატებიაო. ჯერ კიდე რაღაცა შემიძლიაო, რომ გავაკეთო ჩემი ერისთვის, თორე ტყვია უნდა დავიხალო თავში ის შეცდომა არ ეპატიება, კაცო. თქვენ ბიჭო, თქვენ რომელი ხართ მონანიებაზე აქ არ არის ლაპარაკი. მონანიება სხვანაირად ხდება. მონანიება არ ხდება ისე, რომ მიხვიდე ეკლესიაში და მღვდელმა მოგიტევოს. არ ხდება ასე. ახსარება ჩააბარო და მღვდელმა არ ხდება ასე. ეს მოგონილი ისაა, რა ქვია, ამათი ხალხის დასამორჩილებლად. მონანიება ხდება, როდესაც შენი ცხოვრებით რაც დააშავე, შენი ცხოვრებით რომ იმასიზამ, რა ქვია, შეცვლი და თუ რამე გაქვს ის მოპარული, ის ნაძარცვი, თუ ის წართმეული ადგები, ქრივობოს, გაჭირვებულს დაურიგებ, გამოხვალ, იტყვი და შენ შეცდომას რო გაიაზრებ, მთელი ცხოვრება ეცდები, რომ ის შეცდომა რაც დაუშვი, რამენაირად ამ ცოდვა გამოისყიდო. ასე ხდება მონანიება. არ ხდება ისე. თქვენ რო იცით და თქვენ რო გასწავლიან. არ ხდება მასე მონანიება, ბაბო. ამ მთელი ცხოვრება სინანულში უნდა იყოს, და რა იტყობ ამას სინანულში მყოფის. აღიარება არ უნდა და იგი მონანიებელია რამესი? თუნდაც ისტორიას რო დარჩე. რომ კი დაუშვა შეცდომა, მაგრამ თქვა. არა.
როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ეს ნაძირალა პუჩისტები არ გასწორდებიან. არასდროს არ გასწორდებიან. არანაირად ესავს სამარის მეტი ამათ არაფერი არ გაასწორებთ. სამარის მეტი. ზევით მე გაცემს უფალი პასუხს ყველას. და მაგის გამთეთრებლები ვინც ხართ, იმ დედრიონით დაწყებული აქ და აქ რომ მემასწავლით ჭკუას კიდე, ხო? ძალიან კარგად იცოდეთ. არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხო ქვიშითა. ვერ გაათეთრებთ თქვენ შაშიაშვილს. შაშიაშვილი დარჩება ყოველთვის. ამაში არის მთელი უბედურება. და ის ხო პრობლემა. თქვენი აფირისტობა რა არის? თქვენი სიყალბე რა არის? ესა. აი ამის თქმა მინდოდა და გადაეცით ახლა იმ ქალბატონებსაც იქ, ვაჟბატონებსაც და ღმერთმა დალოცოს ბატონი თემური ღმერთმა დალოცოს, როგორი ადექით და დატოვეთ ბატონო თემური ქაურობა. შენ როგორ უნდა გელაპარაკებოდეს? შენ ადამიანი როგორ უნდა გელაპარაკებოდეს საერთოდ? ვინ ახარ? და ის პოლიტიკოსობა გინდა? რა სამტკიცე? ქურდები გავყარეო ქუთაისიდან. და მადლობას მიხდიდენო რომ გავყარეო ქურდები ქუთაისიდან. ვიზჯერა ამის. შაშიაშვილმა გაყარა ქურდები ქუთაისიდან. ყველაზე დიდი ქურდი და ყაჩაღი და მძარცველი თვითონ იყო და გვერდში ვინც ეჭდა იქერი. რა სჭირდებოდა კონკურენტები იმას ამ ხრივ, მაგრამ სტავკა ქონდა დაწესებული. ადამიანებზე არასასურველ პირებს $2000 გადაიხადა და შეიძლება და ქუთაისში შემოსვლა. თუ არა ციხეშიო გიშობთო ევნებოდა. მაგრამ არა მარტო ქურდებზე, სხვებზეც. ასე ითხოვდა. და შაშიაშვილი არაფერში არ იყო. თურმე. რა ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. და მაქალაქის სურნელით ცხოვრობდა, მაქალაქის მონატრებით ცხოვრობდა, მაქალაქში კენჭია, ის რო აგდია, შენგან განსხვავებდი მე მართლა მიყვარს. ესე და სირცხვილი მაინც გეყოთ, საპატივცემულო ასაკში ხართ. ისული ადამიანები და თუ არც აღიარებას და არც მონანიებას არ აპირებთ, ენამაინც ჩაიგდეთ მუცელში და იგდეთ იქ, სადაც აგდიხართ. არ ნიშნავს იმას, რომ მომავალ თაობა გაიზარდა და თქვენ ნავაშკაცარი არ ახსოვს ხალხს. ნუ გამომივიდა, აი წმინდანები და ეროვნულები. არავინ ჩემო ძმაო. არავინ. მე არ მახსოვს ამ ქვეყანაში ამღიარებელი კი, როგორც თქვი, მონანიებული არავის არაფერი არ მახსოვს. და ისტორიას არ ახსოვს. კანონიერი პრეზიდენტი ერთი, რომელიც ერმა აირჩია, აქეთ, იქეთ, აი, ჰუი, თალიანბით და ამით, კანონიერი პრეზიდენტი მოუკალით. კანონიერი ხელისუფლება დაანგრიეთ. ავტომატების ქვეშ გადევნით. და მე გამოდის და ეს უსინდისო გუშინ თქვა, რომ მე ქალაქში არჩევნები ჩავატარებ და 95%-ით მოვიგე. ისე ტარდება დღეს არჩევნები. მაშინ მხედრიონი იყო და ავტომატებზე იდგა. და ახლა ბიზნეს საარჩევნო კოდექსი და ადმინისტრაციული რესურსი და ისა დგას თავზე და ის ურახუნებს. და ჯერა ხალხს ხო. თემურხან, შენ იყავი 95%-იანი მერი. შენს მერე ქუთაის მერი არ ყოლი. იმას ნახდათ ვიტყვი, რომ შენზე უკეთესი მართლა არ ყოლია, საცოდავ ქუთაის, მართლა შენზე უკეთესი არ ყოლია.
არ ვიცი შეიძლება ეგენი უკეთესები იყვნენ, იმიტომ რომ შენგან განსხვავებით ამდენ ვირთხობაში და სისხლში და უბედურებაში არ ქონდათ ხელი გარეული, მაგრამ გაკეთებაში რამე გაიკეთებიოს, რომელიმე ქუთაისისთვის ახსოვს ისტორიას. სადან ხულობდნენ ესეთ ხალხს, მე არ ვიცი, მან და მაინც ქუთაისისთვის სპეციალურად არჩევდნენ. ჭიღვარი აყავდათ და იმას გარდაცვლილ იმასთან, რა ქვია, სოტკილავასთან და იმასთან უნდა და იმის, რა ქვია, შეხვედრების ორგანიზება. წაით ვიზია, წაით, მოცილდით. ამო. და ვინ შენ მაგი გელაპარაკა? გია ბახტაძემ. და ვინ შენი ნავაშკაცარი გაგახსენა იქ ქუთაისში რასაკეთებდი? გადით ქალაქში და იკითხეთ. ვინა გია ბახტაძე და გადით ქალაქში და იკითხეთ ვინა თემურ შაშიაშვილი. კაც ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე ერთი ცუდის მთქმელი არ აყავს. და შტერხალზე არ მაქვს მელაპარაკი. საქმით რამე დაეშოვებდეს, საქმით რამე გაიფუჭებდეს. მისეთი უმციკლო რეპუტაციის ადამიანები ნეტა არსებობდნენ ქალაქში კიდე. და საერთოდ ჩვენ ქვეყანაში გიასნაირები უმრავლობს ღმერთმა. მათი ბიოგრაფიით. არა მაქვს ლაპარაკი მის განათლებაზე და შეგნებაზე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. და იმ კაცს კიდე თქვენ განსხვავებით შეიძლება ბევრი აქვს დასაკარგი, მაგრამ არასდროს არ დაუყენებია სიმართლის წინ არც მისი ბიზნესი და არც ქონება და არც არაფერი. თუ არ ხსხვენიათ. სინდისო ხორები ხართ მართლა რა. წაითრიეთ ვიზია საერთოდ მოცილდით აკაობას. ბაღი გაგვიკეთა ძმა და ააწყო ყველაფერი და დაალაგა. მაგან შეჭამა იოგროსაც მის იმ ლომთაძეებთან ერთად. და გაწამებულ ხალხს ის კიდე გააიმასქნა. დასამარხი ფული შეუჭამა ხალხს. დასამარხი ჯერ კომუნისტების დროს რაც შეჭამა ჩხარდაშვილმა და შევარდნაძემ და ამსულა ძაღლებულება და მე ამან ოქროსაზმისის ფულები შეუჭამა. გამოდის ახლა კიდე რა ძებდი ასაკს არცემდე პატრონს უნდა გადაახიო თავზე და გაუშვა იქ პატრონს თქვენსას. სინდისო ღორებით აიფსო ქვეყანა. კარგი შემოგარგებო დაგემშვიდობებით ახლა მე აღარაფერი მაქვს მეტი სათქმელი და სალაპარაკო და შაშიაშვილის საერთაშორისო სიმბოლიზირება მოხდა. შაშიაშვილი იყო მოწვეული გუში. შევარდნაძის დაბადების დღე ყოფილა გუში. შევარდნაძის და ზოგიერთი ამაყობდა შევარდნაძეს რო იცნობდა და ურთიერთობა რო ქონდა და შაშიაშვილიც ამაყობდა სხვათა შორის. შაშიაშვილს ალბათ რაღაცა ისტორიის ის იყო რაღაცა ნამიოკი იყო, აი გამობრწყინება იყო ამ მომენტის და ეს პატარა შევარდნაძე იქ დაჯდა და ილაპარაკა და იმას იქნა. იმის შევარდნაძესავით არა გაქვს ჯერ გახდილი საქმე, მაგრამ მასე არ გეიხადო საქმე, რომ შენ საფლავზეც ყარაული დადგეს, რომ ვინმე არ მოგთხაროს. თლათმასი არა გაქვს გახდილი, მაგრამ არც ბევრი გიკლია. განები თავი. შენი მამა მარჩენალის და მასწავლებლის გზაზე სიარულს, მაგის შენ ტაძრამდე ვერ მიგიყვანს. და ვერ ჩენი ბანდას იქ რო გახლია. ასე იყო. ყველაფერს გეფიცებით რა საკუთარ ოჯახზე ვიცი. საკუთარ ოჯახზე ვიცი მაგის ნავაშკაცებები. ცხონებული მამაჩემი პირველი ჯგუფის ინვალიდი კაცი იყო. ჯოხით დადიოდა. და როდესაც ყველაფერი დაყიდეს ქალაქში და არაფერი დასაყიდი რო არ დარჩა, ნაზარიშვილების სახმუზეუმი ქუთაისში, ვინც არახად შეგიძლიათ მოძებნოთ ან ნახოთ, უდიდესი განათლებული ადამიანები იყვნენ. მამაჩემის მასწავლებელი იყო ელენე ნაზარიშვილი.
ნაზარიშვილების სახლ-მუზეუმსაც ყიდიდა. ახლაც მახსოვს გამწარებული მამა ჩემი პირველი ჯგუფის ინვალიდი კაცი ჯოხით დარბოდა ყველა ინსტანცია მოტყავა იმისთვის რომ რამენაირად შეეჩერებია ეს ვეშაპი რომ ისიც არ გადაეყლება და როგორც იქნა მოახერხა ლომის წვლილი ჩადო იმისთვის რომ ამ ნაგავს ისიც არ გაეყიდა ესაა თემურ შეშიაშვილი ღმერთმა დაგლოცეს მადენა თემურ კალიავებული ხალხი კარგად ზანდებოდი